მე-13 საუკუნე სავარაუდოდ აი ეს ლამაზი წმინდა გიორგის ეკლესია. წმინდა გიორგი ქვია ალბათ, იმიტომ რომ წმინდა გიორგის ხატები არის აგერ შემოტანილი და დადებული და სავარაუდოდ წმინდა გიორგის სალოცავი აი ასეთი გუმბათოვანი ნახე როგორი თაღია აქეთ. და აი ამ დღეშია ეს გაუბედურებული სალოცავი. ეს კარებში ხია ჩამოვარდილი, გადმოვარდილია უბრალოდ ხე და კარებია შაკეტილი. აი ქვაში ამოტვიფრული ჯვარი კარებში შემოსასვლელში ეთყობა სადმე იყო დადებული და გადმოვარდა ეთყობა. აი ასეთი უყურადღებობა არის. თავის დროზე როგორი თაღი აქვს გაკეთებული, კედლების სისქეს დააკვირდით. შიგნით სულ სხვა ქვა არის, გარეთ ჩვეულები კი ქვით არის ნაშენი. რამდენი რამე უბედურდება ამ ქვეყანას. არავის პატრონი არ ყავს აქაურობა საერთოდ ამ ქვეყანას. უბრალოდ ამის აშენებას რამხელა ჯაფა და რამხელა შრომაა ჩადებული და აი ასე უყურადღებოთ და ასე მიგდებული. ნახეთ უბრალოდ ნახეთ რა. აი ასე უბრალოდ მიგდებული. მე ხლა სიმართლე გითხრათ, სულ სხვა საქმეზე ვიყავი ტყეში წამოსული. სულ სხვა საქმეზე, ოღონდ არ დამსინოთ კი ვიტყვი, რაზეც ვიყავი წამოსული და შევთხევით გადავატყვი აი ამ პატარა სალოცავს, რომელიც დანგრეულია მთლად. როგორც ვატყობ, ხალხი მაინც დადის, აგერ მაგიდები არის, სამწვადეს რაღაცა, მაყალები და მთელი ამბავი. ეს რა ლამაზია ის არის, ნახე ქვაში ამოტვიფრული ჯვარი ეთყობა, ეს კარებში იყო, მაღლა თაღი იქნებოდა ეს გაკეთებული ამით და ჩამოვარდნილია და ვიღაცა კეთილშობილმა ადამიანმა დადო იქ, რომ შეიძლება იფიქრა იქნება გავაკეთოთ ოდესმე ხალხმა ცოტა. ესეც ნახეთ რამხელა სალოცავია. კედლების სისქეს დააკვირდით უბრალოდ რა. აი ამ კედლის სისქეს დააკვირდით უბრალოდ. რამხელა ქვებია გამოყენებული. აი ესე მომგვალებული აქვს ჭერი, ამოდის ესე თაღი. ჩამოგრეულია მთლიანად ეს გუმბათი აღარ აქვს, ჭერიდაც არც ჭერი აქვს, არც გუმბათი. სავარაუდოდ დაბლად ჩამოსული ყველაფერი. მოკლედ აი ასე გავაგრძელებ ახლა ჩემს გზას, დავაფიქსირე ეს პატარა სალოცავი, წმინდა გიორგის სალოცავია. რა თქმა უნდა, უკვე ამას შეჭი აღარ მეპარება, იმიტომ რომ ხალხი არ შეიტანდა წმინდა გიორგის ხატებს. სავარაუდოდ. აბა, მე ახლა ჩემს გზას გავაგრძელებ და არ დამავიწდა რისთვისაც ვიყავი ამოსული, აი ეს მაგიდები, საქეიფო მაგიდა, ეს წადეს
შესაძლებელია ქვაბის ჩამოსაკიდი, ნახე გაკეთებული მაღალი. აი იქით მეორე მაგიდა არის. აი აქ მეორე ხის მაგიდაა გაკეთებული. კვალი მაგიდა. აი ასე. ნუ მოკლედ ის თქმა მინდოდა იმის თქმა რომ ჩემო კარგებო ისთვისაც ვიყავი ამოსული არ დამავიწყდა აუცილებლად გავაგრძელებ ვიდეოს და შემდეგ ვიდეოში გეტყვით რატომაც ავარ ამოსული და როგორ გადავეყარე კიდევ დავამატებ აქაურობას რაღაცეებს კიდე გავარკვევ სილამაზესთან დაკავშირებით ან ეკლესიასთან დაკავშირებით და უკეთ დავამატებ და მოგყვებით ყველაფერს. ალბათ ერთ დროებით.